მოცემული გვაქვს ესეთი გამოსახულება და გვინდა რომ ვიპოვოთ ამისი გამარტივებული ფორმა როგორია. ანუ გამომარტივოთ ეს გამოსახულება. სხვაობა არის ორი მრავალწევრის, ხო? ეხლა პირველი მრავალწევრიდან ან პირველი სამ წევრიდან შეგვიძლია ვთქვათ. პირდაპირ გადმოვწერთ წევრებს, იმიტომ რომ უბრალოდ ფრჩხილები აქვს, მაგრამ არც არაფერი იცვლება ამით, რომ გავხსნა ფრჩხილები, იგივე დარჩება ეს წევრები. ამიტომ მექნება 4x კვადრატ y-ს მინუს 3xy პლუს 25 და ეხლა მოდის საინტერესო რაღაც. აქეთ მაქვს მინუსი ფრჩხილების წინ, ამიტომ ფრჩხილებში რაც არის ყველაფერს შეეცვლება ნიშანი. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს მინუს 1-ზე არის გამრავლებული აი ეს სამ წევრი. და მაშინ გამოგვივა რა? მინუს 1-ისა და 9y კვადრატ x-ის ნამრავლი იქნება მინუს 9y კვადრატ x-ი. შემდეგ ამასაც ნიშანი შეეცვლება და იქნება მინუს 7xy და ბოლოს ამასაც ნიშანი შეეცვლება და იქნება პლუს 20. ახლა მოდი მსგავსი წევრები შევკრიბოთ. ახლა ვიღოთ x კვადრატ y-იანი წევრი თუ გვაქვს სადმე. არ გვაქვს. ყველგან არის რაღაც განსხვავებული წევრები, მაგრამ x კვადრატ y-იანი არ არის. ამიტომ ეს წევრი პირდაპირ გადმოვა ასე, 4x კვადრატ y. შემდეგ მოდის xy-იანი, ან მოდი ჯერ y კვადრატ x-იანს ვიტყვი. y კვადრატ x-იანი წევრიც არსად არ გვაქვს, მარტო ეს არის ესეთი წევრი. ამიტომ პირდაპირ გადმოიწერება როგორც მინუს 9 ჯერ y კვადრატ x. ახლა შემდეგ მოდის xy-იანი წევრები. xy-იანი წევრი, მოდი აი ამ ფერით იყოს. აქ მაქვს მინუს 3xy, აქ მაქვს მინუს 7xy. ამათი ჯამი იქნება მინუს 10xy. და ბოლოს დამრჩა თავისუფალი წევრები, რომლებიც არიან 25 და 20 და 25-ის და 20-ის ჯამი იქნება 45. ამიტომ ბოლოს მექნება აქ პლუს 45. და ეს არის გამარტივებული ფორმა აი ამ საწყისი სხვაობის.